გამარჯობა ყველას, საღამოშვიდობისა თბილისში, დილამშვიდობისა ამერიკაში. ეხა ზაზა ბიბილაშვილის გადაცემის დრო არის და ზაზამ მომწერა, რომ ოდნავ შემოგვიანდებაო და უცებად შემოგიერთდებითო და მე მაინც დროზე ჩავთე, იმიტომ რომ დრო მნიშვნელოვანია, დროზე ჩავთე, რომ შეგატყობინოთ, რომ ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი რიგზეა და ზაზა შემოგვიერთდება ეთერში და ძალიან მინდა ზაზასთან დღეს დალაპარაკება სწორედ 4 რიცხვის გავლის შემდეგ, იმიტომ რომ რაღაცა ამაზე საჭირო ალბათ რეფლექსია, საჭირო ლაპარაკი და კიდევ ერთი რამ თავზე ნაცრის წაყრა არ ღირს. საბოლოო ჯამში თქვათ რაც მოხდა არაფერი ისეთი არ მოხდა, არ დამთავრებულა, ბრძოლა გრძელდება. პირიქით ეს მომენტები შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ცოტა უფრო ჭკუა ვისწავლოთ, წინ წავიდეთ და რაც თავარია ქართულ საზოგადოებამ მე მგონი ჯანმრთელად აფასებს და ჯანმრთელად პასუხობს აი ამ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ წინაშე დადგა. და სწორედაც რომ კარგი რესპონდენტია ამ ხრივ ზაზა ბიბილაშვილი, ისთან ერთად გავივლით ამ თემებს. აი ხა ცოტა ხნის წინ საუბარი გქონდა ამაზე და ძალიან კარგი ვარიანტი შემოგთავაზა ჩემმა რესპონდენტმა გიგი თევზაძემ, ყოველთვის ორიგინალურად და საღათ აფასებს ხოლმე ვითარებას და მისი ვისაც გინდათ მოისმინეთ, აი წინადარიოს გადაცემა, განსაკუთრებით ბოლო ნაწილი, როდესაც საქართველოს ვლაპარაკობდით და გიგი არის ცოტა იმ მრავლთა შორის, რომელიც ოპტიმიზმით უყურებს ამას ყველაფერს მაინც და მეც დავეთანხმე და მეც გადმომედო ეს შეგრძნება და ძალიან იმედი მაქვს, რომ ზაზა ამ განცდას და ამ განწყობილებას გააძლიერებს და გაამძაფრებს. ჩვენ ხელების ჩამოშობის უფლება არ გვაქვს. საქართველოს უდგას მართლაც ეგზისტენციალური მომენტი. ეს არის არა რაღაცა პოლიტიკური ბრძოლა, არამედ ეს ეროვნულ გამათავისუფლებელი ბრძოლა, მე ესე ვხედავ და დღევანდელი საოკუპაციო ადმინისტრაცია, რომელიც საქართველოს დაეპატრონა, უნდა მოვიგერიოთ, უნდა გავაგდოთ და საქართველოში უნდა მოვიდეს, ეხლა არა მაქვს, საოცარი კითხვა დგება ხოლმე, სულ აი ესეთი მტრის ჭიშკუძე რო ასხავს წყალს ესეთი, რომ კარგი, აბა ვინ, აი ეს არის აბსოლუტურად დამანგრეველი, ალოგიკური, აი მეზარება კიდეც ამაზე პასუხის ძიება და ამ პოლემიკაში შესვლა რა აბა ვინ. მე გეტყვით ისეთ პარადოქსულ რამეს შეიძლება ბევრი ნებისმიერი, ვინც გამყიდველი არ არის. ნებისმიერი, ვინც გამყიდველი და მოღალატე არ არის, აჯობებს იმას, ვინც ეხლა ზის საქართველოს სათეოში, ქვეყნისათვის. და ჩვენ უნდა მოვიგერიოთ ეს ოკუპანტების შემოტევა და ოკუპაციური ადმინისტრაციის შემოტევა და სანამ ეს მოგერიებული არ იქნება ნორმალური პროცესი, ნორმალური ხელისუფლების შერჩევის არ დაიწყება. ამიტომ ეს პარალელურად უნდა მოხდეს, უნდა მოვიგერიოთ ესენი და დაიწყოს რაღაცა ისეთი მარათონი საქართველოსთვის საკადრისი და საქართველოსთვის საუკეთესო ვარიანტი შერჩევა. თანაც ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს ხშირად, ამაში დავწმუნდით მე მგონი ყველა, არავინ არ არის იმაზე რა ქვია განსაკუთრებული და რაღაცა პერიოდის მერე ყველას რაღაც ემართება და ამიტომ უნდა იცვლებოდეს დემოკრატიის სიძლიერე, ამაში იცვლებოდეს ხელისუფლება კონკრეტული, მაგრამ არ იცვლებოდეს საქართველოს ვექტორი როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, რომელმაც უნდა აღადგინოს თავის ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც უნდა ჩაეწეროს საერთაშორისო საზოგადოების ფერხუში ის ადგილი დაიმკვიდროს, რომელი ადგილიც ჩვენ რეალურად გვეკუთვნის, რომელიც გვეკადრება და გავაგრძელოთ ცხოვრება ჩვენს მეგობრებთან და საერთაშორისო პოლიტიკურ სიტუაციასთან ერთად. აი ეს უნდა მოხდეს. ეხლა თქვენი ოპტიმიზმი, მათ შორის ბატონი გიგის შეფარდლით და მეცნიერად ეფუძნებოდა ამერიკის მიერ
განმეორებითად ფსონის ნაცებზე დადებას. რაც ტალშობილი თეზაა, იმ თავითვე მართლა ჯერათ არ ვიცი მე სად დაინახეთ რომ ან გიგი თევზაძემ სჯერა რომ ამერიკა ფსონს დებს ნაცებზე, არავითარ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში ნუ გიგი თავისაც იტყვის პასუხი არ გაუჭირდება, მე მაგალითად ვერსად ვერ დავინახე რომ ამერიკა ფსონს დებს ნაცებზე. არავითარ ნაცებზე, არავითარ კონკრეტულ პარტიაზე, არავითარ იმაზე 4 ნომერზე, 5 ნომერზე და ასე შემდეგ მე მგონი ამერიკის ადმინისტრაცია ფსონს არ დებს. ამერიკის ადმინისტრაცია ფსონს დებს ქართულ ხალხზე და ჩვენს ურთიერთობაზე ამერიკასთან. მე ამისი რაღაცნაირად ვჯერა, ეხლა აი კითხვაც არის რომ მიშასი მართლა გეშინიაო. მიშასი კი არა, მამალი ინგლისს არ უნდა ოცნების არ გვეშინია და რა გახდა ესე იგი გაუთვითცნობიერებელი რაღაცა ესეთი ქვეცნობიერი შიში გაუთავებელი ამისა. რა ეხლა ზაზა შეგვიერთდება და გავაგრძელებთ ზაზასთან ერთად აი ამ საუბარს, აი ამ მსჯელობას და იმედია რომ ზაზასთან ერთად ყველაფერს გაცილებით უკეთესად დავალაგებთ, უკეთესად გავიგებთ და უკეთესად შევაფასებთ. ზაზა გამარჯობა, მე პატარა შესავალით დავიწყე. თქვი რომ შენ შეგაგვიანდება და აუცილებლად შემოგვიერთდები და უკვე ჩავერთეთ მაყურებელთან და ჩემი თავარი ასე ვთქვათ მოთხოვნა რა არის რომ აი 4 რიცხვის შეფასებას ვერ წაუვალთ, მაგრამ კარგად დავინახოთ ჩვენს და კარგად დავანახოთ ჩვენს აუდიტორიასაც რომ არათუ ნაცრის წაყრა არ არის, არათუ რაღაცა თავის დაკნინება არ არის. პირიქით ბრძოლა გრძელდება და ეს გამოვიყენოთ ეს სიტუაცია კიდევ გასაძლიერებლად და წინ წავიდეთ რა. ამაში შენზე უკეთეს რესპონდენტს ვერც ვინატრებდი, ეს არის საჭირო და აი აქ კიდე ესე პირდაპირ კითხვიდან დავიწყებთ რომ აი ნახე თქვენი ოპტიმიზმი მათ შორის ბატონი გიგის შეფარული რეტორიკა მეტწილად ეფუძნებოდა ამერიკის მიერ განმეორებად ფსონის ნაცებზე მიშელზე დადებას, რაც შობილი თეზაა. მე არ ვიცი სად დაინახა რომ მე მაგალითად არ მგონია რომ ამერიკის ადმინისტრაცია კონკრეტულ ადამიანზე, კონკრეტულ პარტიაზე ჩამოდის ფსონს. თუ კი რამე ფსონი არსებობს, ეს არის ქართული ხალხის მიმართ დამოკიდებულება და ქართველების და ამერიკელების ტრადიციული ურთიერთობის მიმართ დამოკიდებულება და კიდევ ერთი პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ეს პატივისცემა და ეს გარედან დამოკიდებულება და არავითარი ფსონი და არავითარი ერთი კაცის იმედი და ერთი კაცის შიში არ უნდა გქონდეს მით უმეტეს და ზაზა სიტყვა შენ დავიწყოთ შეიძლება და რას გვეტყვი? საღამშვიდობის თორნიკე, მივესალმები მაყურებელს, მსმენელს, ბოდიში მცირე დაგვიანებისთვის. ხო, რაც შეეხება ამერიკელების ფსონს ეგრეთ წოდებულს, ნუ მოდი შევადაროთ გარე ფაქტორები, ხო? რუსების ფსონი ყოველთვის გამოიხატება ხოლმე სამხედრო ჩარევაში, ჩვენი ქვეყნის არევაში, დესტაბილიზაციაში და უბედურებაში. ანუ რუსი როცა ვიღაცაზე დებს ფსონს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან ტრიალებს უბედურება, ჯოჯოხეთი არის და ქვეყანა მიდის უკან ყველა მიმართულებით, ან ტერიტორიების ოკუპაცია, ან ხალხი იხოცება და ასე შემდეგ, ხო? ამერიკელები როცა ვიღაცაზე დებენ ფსონს, ისინი ამას აკეთებენ ცივილიზებული ფორმით. ისინი დაუშვათ ხელს უწყობენ მას სხვადასხვა ანუ ისინი ხელს უწყობენ ასეთ ადამიანებს, რომ მოაწონოს ხალხს თავი. ეხლა რასაც კობახიძე აკეთებს და ნუ ეს ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება და სინამდვილეში რასაც რუსები გვეუბნებიან, არის სარკისებული ანარეკლი. სინამდვილეში რასაც თვითონ აკეთებენ, ორი მიზანი აქვს, ხო? ანუ ლაპარაკობენ თავის მოწინააღმდეგეებზე, ანუ ჩვენზე, ქართველებზე, პატრიოტებზე, იმიტომ რომ ან დააბნიონ ხალხი, ან ბოდიში ჟარგონისთვის და მესიჯი გაატრუხონ, ხო? ანუ თქვან რომ აი ეს რაღაც მოღალატე ცოტა გაცვდა სიტყვა, აგენტი ცოტა გაცვდა სიტყვა და ვიღაც ობილატელს მისცენ იმის საშუალება, რომ თქვას, იცით რა, თქვენ ორივე ერთმანეთს მოღალატეს ეძახით, ორივე ერთმანეთს აგენტებს ეძახით და მე რა გავარკვიო, ხო? აი ამის თქმის საშუალება რომ მისცენ ვიღაცა. სინამდვილეში რა ვიცი, ძალიან დიდი ბოდიში, ერთი წუთი ბოდიში. ბატონო, ხო. რა ვიცი, ძალიან კარგად ხსნის და გასაგებად მე მგონი ზაზა რა, ესე იგი პირველ რიგში ჩვენ უნდა ჩვენი დამოკიდებულება გავასწოროთ. და ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს ჯამთელი და სწორი ნებისმიერი გარე ფაქტორისადმი და ნებისმიერი გარე მეგობრისადმი, რომელიც გარეთ არის. პირველ დავუწყოთ იქიდან რომ წერს უნდა დაუძახოთ წერი.
და არ უნდა აგვერიოს და არ უნდა გვეგონოს რომ წელი რაღაცა თავისი ეშმაკობით მოყრულად შემოძვრება და რაღაცას გავუკეთებს. ამის არ გავუკეთებს არასოდეს. და ახლა ის ზაზადაბრუნდა და გააგრძელებს თავის. ხო, ანუ იმას ვამბობდი, რომ ამ შემთხვევაში მათი მიზანია, რომ დააბნიონ ამომრჩეველი ნაწილი, რომელიც დაბნევას ექვემდებარება და მეორე უფრო ალაკეთილსინდისიერი სფერო თუ ნაწილი მათ მისცენ ხავსი, რომ თქვან, რომ იცი რა, თქვენ ორივე ერთმანეთს ასე და ასე ეძახით და მე რა გავიგო. ნუ მაგალითად, ხა არ გავიხსენებ სახელდაგვარებს, მაგრამ 10-12 წლის წინ იყო, როდის იყო ის ცნობილი ბენდუქიძის ეთერი, ხო? როდესაც ბენდუქიძემ, ნუ ვიღაცა ჩათვალა, რომ ვიღაცას არ ქონდა მათემატიკური განათლება პირობითად, ხო? და უთხრა, რომ აი, ჩემი აზრით, თქვენ ამაში არაკომპეტენტური ხართ. და მე ის პიროვნებაც გამოვიდა და იმანას თქვა, რომ აი, ჩემი აზრით, ბენდუქიძე ამაში არაკომპეტენტურია და მე ვიღაც ქოც შუაშისტი იტყვის, რომ აი, რა ვქნა კაცო, ესეც ამბობს ისე ვის დაუჯერო, ხო? ხო და მე ესეთი როგორც წესი ამბობს, აი, სიმართლე სადღაც შუაშია და არა ბატონებო. სიმართლე შუაში არ არის, ძალიან ხშირად სიმართლე არის შავ-თეთრი. ხო, რა ვიცი ხა, რუსეთ-უკრაინის ომში სიმართლე შუაში არ არის. რუსეთი არის 1000% ტყუანი და უკრაინა არის 1000% მართალი. ქართველებსა და ქოცებს შორის წინააღმდეგობაში სიმართლე შუაში არ არის. ხო, ქოცი არის 1000% ტყუანი და ქართველი არის 1000% მართალი. ეხლა რაც შეეხება ამ ფსონს მე არ მომისმენია თქვენ აქამდე რა ისაუბრეთ სამწუხაროდ ვერ შევძელი, მაგრამ რა ვიცი, არა გაზი იყო ცილაპარაკი ზაზა მოკლედ გეტყვი, ესე იგი დაემთხვა ვითარება ესე რომ 4 ოქტომბერი პარალელურად დაიბარეს ქართველი ელჩი ვაშინგტონში, დაიბარეს ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში და ესეთი ვარიანტი არსებობს, რომ სწორი რეაქცია მოხდა, როგორც ევროპელი ელჩების, ისე სახლ-დეპის სწორი რეაქცია მოხდა და თითქოს აი ეს ჩათვალეს ფსონის დადება და რატო ნაციონალური მოძრაობა ხო, ანუ აქ ნაციონალური მოძრაობა არაფერ შუაში არ ყოფილა და ხო, ეგ არ ვიცი, ვინმე საიდან გამოიტანა ეს დასკვნა, მაგრამ მე ვისურვებდი და ვხედავ, რომ ეს გზა ახლა ამ გზაზე დგას ამერიკაც და ევროპაც, რომ უფრო ჩამოყალიბებული გახდეს მათი პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ვინაიდან ამდენი წელი კი ბატონო, ბოლო 13 წელი მე ვიტყოდი, ისინი იყვნენ საკუთარი შეცდომის მძევალი. მათ პირდაპირ ვთქვათ, წითელი ხალიჩა დაუგეს ივანიშვილს, მათ დაიჯერეს ის, რაც ივანიშვილმა და რუსმა პროპაგანდისტებმა და დაქირავებულმა ლობისტებმა მათ შესთავაზეს როგორც სატყუარა და აი ამ ყველაფრის თანამონაწილედ და თანამზრახველად გრძნობდნენ თავს, ზოგი სამწუხაროდ მართებულათაც და ამდენი წლის განმავლობაში არაფერს არ იმჩნევდნენ, არაფერს არ უკრიტიკებდნენ, ხო, რაღაც საოცრება ჯოჯოხეთი მოხდებოდა მართლმსაჯულების სისტემაში და აგერ გამოვიდოდა წულუკიანი და ეტყოდა, რომ კი გეთანხმებით და მართლმსაჯულების რეფორმის რაღაც 27 ტალღაში ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ და ისინიც აშ დაუკრავდნენ. ხო და ნუ ეს ამოიწურა, ასე ვთქვათ, ყველანაირი რესურსი, რომ ამ ადამიანებმა გვერდზე გაიხედონ, ამოიწურა ამის რესურსი და მეტიც, ნუ გავუვიდა ყავლი იმას, რომ ისინი თავს დამნაშავედ გრძნობდნენ, ან საკუთარი შეცდომის მძევალი იყვნენ. შეიძლება ასე იყო, მაგრამ ნუ ხა როდემდე უნდა იყო ამ ვითარებაში, როდესაც მეორე მხარეს პირდაპირ ებრძვიან მათ ინტერესებს, ხო? ამდენი ხანი ხა ეს ივანიშვილის, არ ვიცი რა დავარქვა საერთოდ ამ არსებებს, რომლებიც დღეს საქართველოს ხელისუფლებად იწოდებიან, მაგრამ ბოროტად იყენებდნენ იმას, რომ საქართველოს ჰქონდა ძალიან დიდი კეთილგანწყობა საერთაშორისო ასპარეზზე, უზარმაზარი კეთილგანწყობა, რომელიც კრედიტი მიიღეს, აბსოლუტურად დაუმსახურებელი წინა იმიდან გადმოსული კრედიტი ჰქონდათ. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ წინა ხელისუფლებების, მე არ მიყვარს ხოლმე, ახლა ამ ალბათ პირველი შემთხვევაში საქართველოსი, მოდი ესე ვთქვათ რა. ხო, ჩვენ, ანუ რა ვიცი, შევარდნაძის ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა საერთაშორისო ასპარეზზე იმისთვის, რომ საქართველოს როგორც მაშინ შევარდნაძე თვითონ იტყოდა ნატოს კარებზე დაეკაკუნებინა, სააკაშვილის ხელისუფლებამაც ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა მიმართულებით და ნუ ეს აი ინერციით ესენი მოდიოდნენ და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბოროტად იყენებდნენ იმ ფაქტს, რომ მათ არავინ სწირავდა, ხო? თავზე ხელს უსვამდნენ, ძალიან ბევრ რაღაცას წაუყრუეს, ძალიან ბევრ რაღაცაზე გვერდზე გაიხედეს, ეს რესურსიც ამოიწურა და ეხლა როდესაც ვსაუბრობთ სახლ-დეპში ამათი ელჩის დაბარებაზე, ჯერ ვის დანიშნავ ელჩად, ეგეც უკვე განაცხადია, ხო? ეხლა ის ადამიანი, რომელიც ამერიკაში ელჩად დანიშნეს, ნიშნავს
ამერიკის შეურაცხყოფას. ეს ნიშნავს, რომ მე შენ როგორც სახელმწიფო პატივს არ გცემ. იმდენად არასერიოზულ ფიგურას ნიშნავ ელჩად, რომ ესე იგი მე ამ ურთიერთობას სერიოზულად არ უყურებ. ხა რაღაც შორს წავიდეთ და ტრამპმა დაახლოებით იცი რაც გავს, აი გახსოვს იმაში მოლაპარაკებებზე რუსებმა მედინსკი რო გააგზავნეს იმას და შესახვედრად ვიდო. კი ბატონო. სტილიც გავს ერთი მეორეს რა. კი, ანუ გავს რა ერთი ვერტიკალის ნაწილია ეს და დარწმუნებული ვარ, ეხა ეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში არ იგეგმება აქ ჩიტაძეზე თუ სადაც არიან ეხა გადმოსული სანაპიროზე. ხო და ისა რა ქვიან, შესაბამისად ეხა ელჩი რომელიც გამოვა და იმას დადებს, რა ქვია, მაგას წითელ კებს დადებს და იტყვის, რომ აი საოცარი საჩუქარი გამომიგზავნა ტრამპმა, არ ვიცი ხა საკუთარ თავს იგდებს მასხრა თუ ვინმეს დასცინეს თუ ვინმეს აჯერებს, რომ ეს მართლა რაღაცის მანიშნებელია. სირცხვილია, მაგრამ ნუ ბუნებრივია მათ ხა სირცხვილის გზნობა რომ გააჩნდეთ, შეგნება უნდა გქონდეთ ან კონტექსტის, ან ცოდნა იმისა თუ საერთოდ რა თემაში არიან, ამ პიროვნებებს კონკრეტულად ეს შეგნება არ აქვს და ზუსტად ამიტომ არიან იმ თანამდებობებზე. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტიც, ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრიც და ბევრი ეგრეთ წოდებული ელჩიც, რომლებიც სრულად უსაქმო არიან უკვე დიდი ხანია. უსაქმოდ იმიტომ არიან, რომ ამათ ვინ უნდა ელაპარაკოს, არ ელაპარაკება. არაფერი საქმე, მართლა არ აქვს საქმე. ხო, ეხლა რაც შეეხება იმას, როგორ ხო. არა, რამინდა გითხრეთ, გააგრძელებთ აზრი არ დაკარგობა. ოქტომბერს კიდე ცალკე მინდა კითხვები, მაგრამ რამინდა იცი, აი ესეთი არგუმენტი არსებობს, რომელიც მე უკვე ძალიან მაგეზიანებს. რაღაცა ნიშნის მოგებით და ესეთი იმითი გონორით, რომ აი ხო ჩამჭრელი კითხვა დაგისვი, არის ხოლმე ესეთი, რომ კარგი ახლა ოცნება აქ ჩვენ არ მოგწონს, მაგრამ აბა ვინ? და ეს არის აი ეს რაღაცა უკვე ძალიან დაბიო და აბსურდული რაღაცა ისა დაყენება სიტუაციის და ესეც ცოტა გავშალოთ რა. არ მიმაჩნია რომ ღირსები არიან პასუხის, მაგრამ საზოგადოებისთვის მაინც აბა ვინ ეს არ არის ალტერნატივა პრობლემის გადაწყვეტის რა და ის შენ როგორ ჯერ გავიხსენოთ თორნიკე რომ 2003 წელს ვარდების რევოლუციამდე ალბათ 1 წელი შეიძლება 2 წელიც კი მაშინდელი ხელისუფლების მთავარი პროპაგანდისტული ხაზი იყო კი ბატონო მე შეიძლება ვერ გამოგადექით შეიძლება პენსიას და ხელფასს ვერ ვარიგებ შეიძლება კორუფცია ვერავლაგმე შეიძლება კრიმინალს ვერ მივხედე მაგრამ აბა სხვა ვინ ხო აი ამ ხელა ბუმბერაზი შევარნაძე ყავს რომელსაც დიდი მეგობრები ყავს გერმანიაში, ამერიკაში და ულოცავენ და ურეკავენ და ასე კითხებიან და აბა სხვა ვინ გნებავთ. განა ჩვენც არ მოგწონს ეს, მაგრამ ალტერნატივას თითქოს არ არის. ამას ამბობდნენ მაშინ და როგორც აღმოჩნდა რა, ფუნდამენტურად ცდარი მიდგომა იყო და ეხლა დღევანდელ რეჟიმს რაც შეეხება, რა ვიცი, ქუჩაში რო გახვიდე და ჯოხი გადააგდო იმაზე 10 ჯერ უკეთეს მოხდება, აი სრულად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ვისაც მოხდება, ვიდრე ის მე გამოგასუხათ, რომ ნებისმიერი ვინც მოღალატე არ არის, ყველა აჯობებს. ოღონდ მოღალატე არ იყოს და ვინც გინდა ის აჯობებს ამათ რა. ხო და მაგას ვამბობ ზუსტად, ანუ ესენი აპრიორი, ანუ ამაზე უკეთესი კი არა, აპრიორი მიუღებელი არიან. აი, ვინც არ უნდა იყოს, ამაზე უკეთესი იქნება. ხო, ეხლა არ მინდა ერთი მათი სულიერი მამის პრინციპი გავიხსენო, რომ ყველა სამზარეულოში მოფუსფუსე დიასახლეს შეუძლია სახელმწიფოს მართვა, მაგრამ ამათთან შედარებით ნამდვილად ეგრეა. ხო, შესაბამისად, ეხლა რაც შეეხება იმას, ვიზე დადეს ფსონს დასავლეთი, შეიძლება არასწორი ფრეიმინგია ამის, ეხლა ფსონის დადება ერთია, უბრალოდ მეორეა რაღაც დიპლომატიურად თუ პოლიტიკურ დონეზე მზაობა ცვლილებისთვის, ხო? წლების განმავლობაში ასეთი მზაობა არ იყო და ახლა ეს იცვლება. ბუნებრივია და მართალი კითხვაა, მართებული კითხვაა, როდესაც ასეთი მზაობა დგება, ნუ პირველ რიგში კითხულობენ, ვინ იქნება ის სავარაუდო პირი ან პირთა წრე, ვინც აიღებს საკუთარ თავზე პასუხისგებლობას. ეს ის ვითარებაა, როდესაც ახლა აქედან შავ-თეთრი პასუხი და ეს ცალსახ პასუხი ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ კარგი ის არის, რომ საქართველოში თუ გასახანი მიეცა დემოკრატიას, რა ვიცი, დემოკრატიულ პირობებში შეუძლებელია იყოს პირი ან პირთა წრე ან ისეთი პარტია, რომელიც იქნება ანტიდასავლური, ხო? ანუ თუ ოცნებას ჩამოვირეცხავთ, აი ამ ლაქას, რუსულ ლაქას, ნებისმიერი ხელისუფლება, ვინც საქართველოს ეყოლება, იქნება პროდასავლური, იქნება მეტნაკლებად დემოკრატიული, ყოველ შემთხვევაში ამასთან შედარებით დემოკრატიული, ოპოზიცია ციხეში არ იქნება, სამოქალაქო საზოგადოება, ასე ვთქვათ, სრულიად ისე არ იქნება რეპრესირებულ მდგომარეობაში, არ იქნება 100 პოლიპატიმარი არ გვეყოლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? აქედან გამომდინარე, მე მგონი ამასაც პასუხი ნელ-ნელა გაეცემა უпростоრედ დასავლურ დედაქალაქებში და ასეთ კატეგორიულ პასუხს არ მოითხოვენ ქართველი ხალხისგან, რომ მაინდა-მაინც გითხარით ვინ იქნება შემდეგი.
ამის მაგალითი ძალიან ბევრი არსებობს, თავარია რომ მოხდეს დემოკრატიული ცვლილება და დემოკრატიული ცვლილება შემდგომ თვითონ შობს ან ლიდერს ან ლიდერთა რაღაც წრეს, რომელიც ერთად აიღებს პასუხისგებლობას. ეხლა შორს რო არ წავიდეთ, წლების განმავლობაში თვითონ გვეუბნებოდნენ, რომ აღარ გვინდა საქართველოში ეს მესიანისტური ლიდერები, ერთი მესიიდან მეორემდე დადიხართ და მოდი ეხლა რაღაცნაირად წადით წინ და აბატონო წავედით წინ და ეხლა ნუ გთხოვთ მაინდა-მაინც ერთ გამოკვეთილ ლიდერს, ხო? წავედით წინ, საზოგადოებაში არის მზაობა კოალიციური მმართველობის მიმართ, არის მზაობა რომ სხვადასხვა ძალებმა გამონახონ საერთო ენა, შეიძლება ყოველთვის მარტივი არ არის ეს, მაგრამ მარტივი არ არის არც გერმანიაში, არც ჰოლანდიაში, ანუ ძირძველ დემოკრატიაშიც კი არ არის ასეთი მოლაპარაკებები და ფორმატები ადვილი, მაგრამ უნდა ვისწავლოთ და ვიმეორებ, ამას ყველაფერი ჯობია. რაც ახლა გვაქვს, ანუ ახლა ვართ ოკუპირებული და რას ვამბობთ, რომ ოკუპირებული ვიყოთ, სანამ ჩვენ იდეალური ხელისუფლება ან სავარაუდო ხელისუფლება არ გვეყოლება? სისულელია, ხო? ანუ უღელი უნდა გადააგდო და მერე ცხადია უნდა შეეცადო, რომ ჯობნი ეძებო. კი. სხვას არ ვცველოდი. ზაზა, სანამ ეს კიდევ მოსვლად წინა ისა რა, ეხლა არ ვიცი თუ გინდა ამაზე ლაპარაკი, თუ არ გინდა შენ თვითონ იტყვი. იმ ნაწილზე მინდა ხა ძალიან არის Facebook-ზე ერთი ამბავი იაგო ხუჩიას გამოსვლასთან დაკავშირებით, მე ვარ ისა წმინდანი პოლიტიკაში და რაღაცა სისულელებზე გადავიდა. ასევე ლელო, ასევე გახარია. აი რაღაცნაირად წერტილი რო დავსვათ ამაზე რა. მე თუ მკითხავ საერთოდ იგნორირებაა საჭირო, იმიტომ რომ არაფერი არ არის ეს ხალხი, მაგრამ მაინც ზოგიერთისთვის აი მომწერეს კიდეც, რომ მაინცო საჭიროა ოპოზიციის გაერთიანება და მათთან თანამშრომლობა. შესაძლებელია კიდე დარჩა რაღაცა რეზერვი. პოლიტიკაში ჩემ მოგზალებული აზრი მთავარი არის ნიშა და არა პიროვნებები იმდენად, ხო? ანუ შეიძლება ერთი და იგივე პიროვნება, რომელიც დღეს ერთ ნიშაში ასპარეზობს, იყო ძალიან წარმატებული და ხვალ თუ ამ ნიშიდან ამოვარდა, თუ გაიუცხოვა ამ ნიშის ბუნებრივი ამომრჩეველი, აღმოჩნდება, რომ არის 2 ან 3%-იანი და ანუ შესაბამისად ფაქტორი არ არის პოლიტიკაში. ახლა საქართველოში ძალიან ბევრი მსგავსი პარტიაა და ახლა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პარტია, რომელსაც 1, 2 ან 3% აქვს, ჩათვალეთ, რომ არ არსებობს. არ არსებობს, ახლა არასებული პარტიაა ეგ. ჩვენთან ახლა ხანდახან მედია საშუალებები ქმნიან ისეთ რეალობას, ხანდახან მართებულად, ხანდახან არამართებულად და ამაზე კი ახლა ცალკე ვისაუბრებთ, ცალკე საუბრის თემაა უბრალოდ, მაგრამ ანუ გეგონება, რომ აი ადამიანი, რომელიც ხშირად ჩანს ეთერში, პოლიტიკური ფიგურაც არის და ხშირად არის ისეთი სიტუაცია, როცა შეიძლება ვიღაც ყოველდღე ეთერშია, მაგრამ აქვს რაღაც 0% ან რაღაც 0.5% რეიტინგი, ხო? აქედან გამომდინარე, რას მინდა დაუბრუნდე, რომ თავარი არის ამომრჩევლების ნიშა, რომელსაც ესა თუ ის პოლიტიკოსი თუ პარტია ელაპარაკება. როდესაც ლელო გავიდა გახარიაზე საერთოდ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ჩემი აზრით გახარია კოჩების ნიშაა. და ეს გამოჩნდა კიდევაც. მაგრამ როდესაც ლელო შევიდა არჩევნებში, მე რა ვიცი, მათ მეგობრულად ურჩევდი, ვისთანაც ხმა მიმიწვდებოდა და აბსოლუტურად გულშემატკივრის პოზიციიდან ვეუბნებოდი, რომ უმჯობესი იქნებოდა, რომ ყოფილიყო ერთიანობა, ანუ ბოიკოტში ერთიანობა, ან თუ არჩევნებზე მაინდა-მაინც გასვლა იყო მათთვის პრინციპული, მაშინ დაეთანხმებინათ სხვებიც, რომ ყველა ერთად გასულიყო. ხო. აი ამას როგორც წესი არის თვალისწინებენ არგუმენტის დროსო. თუ არ დაინახავ რეალურ ვითარებას, თუ შენ ვერ წამოიყოლებ, მაშინ ის არგუმენტი რომ არჩევნები და ის იკარგება, იმიტომ რომ პრაქტიკული რეალობა სხვა არის და შედეგით არის ხო პოლიტიკა იმითი ხო არ არის. ხო და შემდგომ, როდესაც ლელომ მაინც გადაწყვიტა არჩევნებში შესვლა, ბოლო მომენტამდე ამის წინადღემდე ვამბობდი, რომ იმედი მაქვს და არ კარგავ, რომ აი მაინც გადაიფიქრებენ მეთქი და რატომ? ანუ რაღაც ეტაპიდან მათ აღარ ქონდათ იმის რესურსი, რომ დაეზიანებინათ ოპოზიციური საზოგადოებრივი თუ ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, ისინი მხოლოდ საკუთარ თავს და პარტიულ რეიტინგს იზიანებდნენ და აი ეს ძალიან ნათლად გამოჩნდა იმ რიცხვებშიც კი, რომელიც ქოცურმა ცესკომ დადო, გამოჩნდა და ნუ რომელიც 100%-ით არასანდოა, მაგრამ მე არ მგონია რომ ამ შემთხვევაში რაღაც კიდე ლელოს გაუყალბეს იმ თვალსაზრისით, რომ რა ვიცი, ამ შემთხვევაში რა ვიცი, ისეთი უნიკალური აბსურდი იყო ამ არჩევნების, ეგრეთ წოდებული არჩევნების პირობებში, რომ ხა მაგაზე სერიოზულად მსჯელობა არ ღირს, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ლელომ საკუთარი თავი დაიზიანა ყველაზე მეტად და არანაირად არ აისახა ეს ფაქტორი არც რეჟიმის ლეგიტიმაციაზე, ვერ შეიძინა რეჟიმა ლეგიტიმაცია და არ აისახა იმაზე, თუ რა განწყობებია საზოგადოებაში. შესაბამისად, ახლა რო დაუბრუნდეთ
ეგრეთ წოდებული ერთიანობის თემას სინამდვილეში საზოგადოებაში არის ძალიან დიდი მზაობა ერთიანობის, ანუ ხალხი მზად არის რომ დადგეს ერთად. ანუ როდესაც რუსთაველზე თუ რუსთაველს მიღმა ჩვენ ველაპარაკებით ადამიანებს, შეიძლება აღმოაჩინონ რომ ის არის ნაცი, არის ნაციონალების სამორჩეველი, შეიძლება არის ახლების სამორჩეველი, შეიძლება იყოს ლელოს სამორჩეველი, შეიძლება იყოს, რა ვიცი, ნებისმიერი სხვა, ხო, გირჩი თავისთავად და ასე შემდეგ, მაგრამ პრინციპში ჩვენ შორის განსხვავება პრაქტიკულად არ არსებობს. ანუ საკვანძო თემებში ხალხში განსხვავება არ არის. ხალხს უნდა რომ ესენი მოიშოროს. განსხვავება არის კონკრეტულ ინდივიდებს შორის, რომელსაც შეიძლება საკუთარი სუბიექტური დღის წესრიგი აქვს და ხალხი უნდა იყოს ერთიანად და ეს ინდივიდები, ეს პოლიტიკოსები თუ ადამიანები, რომელსაც ამ პროცესებზე გავლენა აქვს, უნდა აიძულონ, რომ ანგარიში გაუწიონ იმას, რა დაკვეთაც მოდის ქვემოდან. ეს ძალიან დიდი ფაქტორია და მე მგონი ამას ალტერნატივა არ გააჩნია და საბოლოო ჯამში ყველა იძულებული გახდება რომ ასეც იყოს. იმიტომ რომ ხელოვნურად დღის წესრიგს ვერ შექმნი. აი კულუარებში სამზარეულოში დაჯექით სამი კაცი და მოილაპარაკეთ რომ მოდი ახლა ჩვენ ხალხს აი ეს გადავუგდოთ, ეგრე ვერ იქნება, ვერ მოატყუებ ხალხს. ან დიდხანს ვერ მოატყუებ. ვიმეორებ, აი ეს ადამიანები, ვინც დღეს ამ ბრძოლაში არიან, ხანდახან არც იცი და არც გაინტერესებს ახლა რომელი პარტიის ამორჩეველია, იმიტომ რომ არ არის ეს რელევანტური. მართლა არ არის. საუბარიც კი არ მოიტანს ხშირად ამას თუ მაინდა-მაინც რაღაც თემას არ ჩაყევი და ჩაუკიდკიდე, ხო? ჩვენთვის თავარი არის რომ ეს ქვეყანა გათავისუფლდეს რუსული მმართველობისგან, დავიბრუნოთ და მე ერთმანი ავირჩიოთ ვისაც რომელი პარტია უნდა და რა გემოვნები და რა პრიორიტეტებითაც ხელმძღვანელობთ ამ არჩევანის დროს. საზა, ეხლა კიდე ერთი თემა რა, ჯერ ესეთი მინდა მაყურებელს მიმართო, რომ საკმაოდ მოგროვდით და გთხოვთ კიდე უფრო მოგვეხმაროთ. აი ეს მოწონება, ლაიქები დაარტყით და გააზიარეთ და კომენტარებით და შეფასებებით და ეს უფრო გაზრდის ჩვენს დაფარვას და ამით რა მინდა თქვა რომ მედია აი ეს პრესა და მედია, ნუ პრესა უკვე ნაკლებად რა, რომელიც ჩვენ ვითომ ოპოზიციურია, ჩვენ მხარეს არის, ქართველების მხარეს არის. ამას როგორ შეაფასებდი, იმიტომ რომ ხა ერთია ჩვენი YouTube გადაცემა თავისი მცირე დაფარმით და მეორე ძალიან გამიხარდა მაგალითად რომ ფორმულამ ზაზა ბიბილაშვილს დაუძახა და რაღაც ათქმევინა იმაზე. აი ამ ერთიანობას რომელიც შენ ამბობ. სამწუხაროდ ესეა რომ ჯერ ესეთ ტელევიზიას და გავრცელებას უფრო მეტი ძალა აქვს და ამან არ უნდა შეუწყოს და არ უნდა შექმნას რაღაცნაირად. აი შენ თვითონ არა თქვი რომ ვიღაცას რეიტინგი სულ არ აქვს და ზის ტელევიზორში და რაღაცას გაუთავებად ლაპარაკობს და როგორ შეიძლება ეს მედიის სიტუაცია გავასწოროთ რაღაცნაირად. მე სულ არა ვარ იმის მოხრე რომ ზოგ ჟურნალისტს მოღალატეს ეძახიან და იმას და იმაზე. პირიქით, აი როგორ გავაკეთოთ ისე რომ ოპტიმალურად გამოსადეგი გახდეს ეს ისე. შესაძლებელია ესეთი რამე თუ მართლა დამოკიდებულია ეს ფინანსებზე, ვიღაცის შეკვეთაზე, როგორც ამბობენ თუ არის რამე რეზერვი აქ. ხო, ღმერთმა დაიფაროს, ანუ ვინმეს ანუ ჟურნალისტს ან ვინმეს ვინც აქეთ გულსფრელად არის, არასდროს ეგეთი რამე არ გამივლია გულში რა ის მოღალატე, ყველანი მართლა თავდადებით იბრძვიან. უბრალოდ არის რაღაცების გააზრების და რაღაც ტიპის ქმედებების მიზანშეწონილობის საკითხი, ხო? ალბათ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ღიათაც, იგივე რახან მედიაზე ვსაუბრობთ, რა არის მედიისთვის თავარი, რეიტინგია თავარი, ანუ თუ ჩვენ თავისუფალ დემოკრატიულ სივრცეში ვართ, მაშინ კი ალბათ რეიტინგი იქნებოდა მთავარი, იმიტომ რომ რეიტინგი ახლა კონტექსტია კიდე სხვა, აი კონტექსტი დღევანდელი უნდა გავითვალისწინოთ. თუ აი დემოკრატიული ქვეყანა რო იყოს, რეიტინგს მოაქვს რეკლამა არის წარმატება, მე ამ ფულით კიდე რაღაც ფართოვდები, ვითარდები და ასე შემდეგ, ხო? ხა აქ ეგ რეალობა ნამდვილად არ არის. არ არის ხო ეგ რეალობა, სულ ზღაფავს თავისუფალი მედია. და ზღაფავს იმ პირობებში, როცა ჩვენ ვართ საინფორმაციო ომის პირობებში, მეორე მხარეს არის რუსული საინფორმაციო პროპაგანდისტული მონსტრი, რომელიც მუშაობს ძალიან წყობრად, ძალიან თანმიმდევრულად და ძალიან საათივით აწყობილად რა ვაღიაროთ ეს და ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენი დასავლელი მეგობრები იმდენად მიამიტნი იყვნენ, რომ შარშან მაისამდე, თუ შარშან წინ მგონი შარშან მაისამდე ინგლისი და ამერიკა აფინანსებდა ქოცების სტრატკომს. ანუ ხო აი წარმოუდგენელი რაღაცაა, ხო? წარმოუდგენელი რაღაცაა, პირდაპირ კრემლის ბიუჯეტში ჩაერიცხათ ეს ფული ბარემ. ანუ აფინანსებდნენ საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ მომუშავე ძალას, რომელიც ამ ფულს და ამ რესურსს იყენებდა იმისთვის, რომ გაელანძღა მერე დიდი გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ. ეს შეწყდა სულ რაღაც წინახევრის წინ. ხო და რაც შეეხება იმას, ამას რა ჭირდება საპირისპირო მხრიდან, ხო ეხა ნუ ძალიან ისეთი მარტივი ახსნა, რომ ფული არ არის, კი, გასაგებია, ნამდვილად არ არის ფული, ჭირს
ბევრი რამე არ არის, მეორე მხარეს არის კოლოსალური რესურსი, მაგრამ არის რაღაც, რისი გაკეთება ჩვენ შეგვიძლია, ეს შეიძლება იყოს მწყობრი საინფორმაციო პოლიტიკა. საინფორმაციო პოლიტიკაში გულისხმობ, რა არის ჩვენი თემები, მარტო ანტიკორუფციული გამოძიება პირობითად ან რეჟიმის დანაშაულების ხილება, თუ ასევე რაღაც სხვა ტიპის საინფორმაციო სიმწყობრე, როგორც არის ჩავდგათ მისი მაყურებლის შეკითხვა, საკმაოდ ისეთი კონკრეტიკა შემოაქვს, რომელიც არ ვიცი, შენ თვითონ გადაწყვეტე, როგორ ვილაპარაკოთ ამაზე. ნახე, წავეპირვილი რომ ნელო მადიდებელი ტელევიზია, როგორ მიგაჩნიათ ოპოზიციაა, ეგ ახი, ეს ხომ სასაცილოა. ესეთი განწყობაც არსებობს და აი რამდენად ეს რეალობაა და რამდენად გადალახვადია რა. ხო, მოდი ასე ვთქვა, TV პირველზეც დროთა განმავლობაში იცვლებოდა განწყობები, იცვლებოდა კონიუნქტურა, გარდა ამისა არიან სხვადასხვა ჟურნალისტები, ზოგი ბევრად უფრო ასე ვთქვათ მოგრძალებით და სიმპათიით არის ქოც რეჟიმის მიმართ განწყობილი, ზოგი არის სრულიად დაუნდობელი და სრულიად თანმიმდევრული ქოც რეჟიმის მიმართ საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციებში. აქედან გამომდინარე, ერთქვაფში ნამდვილად ვერ მოუხარშავ ყველას, თუმცა ვიმეორებ, განწყობები იცვლება, კონიუნქტურა იცვლება და სამწუხარო რეალობა, სამწუხარო ფონი ამისა არის ის, თუ რა მდგომარეობაში ჩაგვაგდეს რუსებმა და მათმა ქართველმა საცეცებმა, ქოცებმა, ხო? ვიმეორებ, ჩვენ ხელში არის ის, რაც ფული არ ჯდება. თორნიკე, შენ შეგიძლია აი პირობითად შენ შეგიძლია შენ გადაცემაში მოიწვიო ალექსანდრია ოკასიო-კორტესი. ხო, არ ვიცი რა, არაფერი არ დაგიჟდე. მე შეგიძლია მოიწვიო ბერნი სანდერსი. მე შეგიძლია მოიწვიო კიდევ ვიღაც ვოუკ ან BLM აქტივისტი, ხო? რა ვიცი, შენი არჩევანი იქნება და მე შენ ალბათ არ უნდა გაგიკვირდეს თუ შენი ამომრჩევლების ნაწილი, ან უბრალოდ შენი მაყურებლების ნაწილი გამორთავს რა იტყვის რომ არ მინდა ძმაო თორნიკეს უყურე ამდენი ხანი და მომბეზდა ეს ყელშია სანდერსი, ოკასიო-კორტესი და BLM აქტივისტები, ხო? შენი არჩევანია. შენ შეგიძლია გააზავო, რომ ერთ დღეს მოიყვანო ვიღაც ულტრამემარჯვენე, ულტრამემარცხენე, მაგრამ ამ სიტუაციაში დააბნევ ხალხს, ვერ გავიგე. შენ თუ შენ რეიტინგზე მუშაობ, მაშინ გასაგებია. თუ შენ რაღაც იდეოლოგიურ ომში ხარ და საინფორმაციო ომში ხარ, მაშინ სრულად გაუგებარია, რატო უნდა ყავდეს ისიც და ესე. ან რა ვიცი, შეიძლება მოიყვანო პირობითად ბერნი სანდერსი, ახლა რას ვერჩი ამ ხალხს, მაგრამ მოიყვანო და ბერნი სანდერსი ალაპარაკო იმაზე, რომ როგორ ვწდებოდი, რომ ვიყავი რადიკალი მემარცხენე და რა სწორია, რომ ეხლა გადავედი ცენტრისტულ პოზიციაზე. პირობითად, ხო? შენ თუ ბერნი სანდერს იმის მტკიცების პლატფორმა მიეცი, რომ ის გუშინაც მართალი იყო და დღესაც მართალია, მაშინ რა ვიცი, შენ ამ საკუთარ რესურსს იყენებ საკუთარ ინტერესების წინააღმდეგ. მე მგონი ძალიან მარტივად ხსნი ამას, ხო? კი ბატონო, იმას კი არ ვიძახი, რომ ადამიანები პოზიციას არ ცვლიან, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, რომ გუშინაც მართალი ვიყავი, როდესაც აი შენ გებრძოდი კონკრეტულად თორნიკევ, ხო? და დღესაც მართალი ვარ, როცა სხვა გზა აღარა მაქვს და ეხლა შენს ეთერში ვზივარ. ეგრე არ არის და მორალურად არ არის. ეხლა არ არის ეგრე. პატარა პროვოკაცია უნდა მოვაწყო, ნახე როგორ შემოგიბრუნდა ეხლა შენი ნათქვამი. ბატონზას და თქვენი, რაც მოძრაობის ბრალია, ყველაფერი რუსეთი რომ მოგვეჯდა თავს. ეს კითხვა? ეს კითხვა არ ვიცი, დებულებაა შეიძლება და ხო ცოტა არ მესმის რატო არის როგორ არის. ეგ როგორ არის, მაგას მივყვები ხოლმე, სრული აბსურდია ეგ, იმიტომ რომ რაღაც ვეუბნები მიშას ბრალია რომ ბიძინა დაგვაჯდა თავზე და ვეუბნები რომ შევარნაძეს ბრალია რომ მიშა დაგვაჯდა თავზე, გამსახურდიას ბრალია რომ შევარნაძე დაგვაჯდა თავზე, გუმბარიძის ბრალია რომ გამსახურდია დაგვაჯდა. არა, მეგობრებო, ყველას თავის წილი პასუხისგებლობა აქვს, მოქალაქეობრივი. არა, შენ დროზე გაჩერდი, თორე რეკლამ FM-დე ჩავიდოდით ეხლა ეგრე. არა, რეკლამ FM-დე კი არა, ადამ და ევამდე ჩავიდოდით, ხო ეხლა არ შეიძლება ესე რომ იმის ბრალია რომ ეს არის. კი, იმან თავის წილი გააკეთა, მათ შორის შეცდომას დაუშვა, მაგრამ შენ რა სტატისტი ხარ როგორც მოქალაქე? ხო, ეს ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რომ ჩვენ უყურებთ, რომ ვიღაც დიდი ძალები ერთმანეთში ჭიდაობენ და ჩვენ ამის უნებლიე თუ როლის არ მქონე მონაწილეები ვართ. არ არის ეს ასე. ჩვენ ვართ მოქალაქეები, ყოველ შემთხვევაში მე მინდა რომ ყველა მოქალაქე, საქართველოს ყველა მაცხოვრებელი, ქოცებისთვის არის ეს მოსახლეობა და ჩემთვის არიან მოქალაქეები, ხო? მე მინდა რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს იმისი ამბიცია, რომ ვიღაცის ბრალი კი არ იყოს, რომ რაღაც ხდება, არამედ მასაც ჰქონდეს უშუალო როლი იმაში, თუ რაც ხდება. რას ქვია ეხლა ნაცმოძრაობის ბრალი რატო არის რუსეთი დაგვაჯდა თავზე ვერ ხვდები? ეს იგივე ლოგიკაა, რომ ზელენსკის ბრალია, რომ უკრაინაში ომია. არა, ეგ ხო დარწმუნებულები არიან, რომ ზელენსკიმ გაწყვიტა ნახე. ხო და კოცობაა რა, ეგეთი ფორმულირება რა.
ზაზა ეხა იმაში გეთახმები რომ არის რაღაცები რაც ფული არ ჯდება და შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ აი ამ სიტუაციაში როდესაც ესე არის გაბმული ხაფანგში მათ შორის მედია საზოგადოებას შეგვიძლია რამე რომ აი ეს ვექტორი გავასწორებინოთ რაღაცნაირად რა ესეთი რბილი გავლენა მოვახდინოთ რაღაცნაირად რომ თუ იმედიც არ არის მაგის ლაზს გულისხმობ იცი რა აი მოთხოვნა ასე ვთქვათ რა იგივე ჟურნალისტს რომ აი ამას დაინახოს იმან რომ ამას რო აკეთებს ეს ცუდად აღიქმება მაგალითად და ამის მიხედვით გაასწოროს რაღაცნაირად თავისი დამოკიდებულება ან საქციელი ანუ რეაქციები შეგვიძლია უფრო ორგანიზებულად მივცეთ თუ ისეთი ტყუილი იმედია ამისიდან არ არის ტყუილი იმედი ხა რამდენჯერმე ამაზე რაღაცნაირი ექსპერიმენტით ჩატარებულა და საზოგადოების დამოკიდებულება იმდენად ცალსახაა რომ მოულოდნელად ცალსახაა ამ ყველაფრის მიმართ ანუ თვითონ კრიტიკული არხები ზარალდებიან ამ მედია პოლიტიკით ამაზე ორი აზრი არ არსებობს მაგრამ ნუ როგორც ჩანს იქ რაღაც სხვა ინტერესებიც არის ან სხვა გარემოებებიც არის რომელსაც საზოგადოებრივი აზრი და ტელევიზორის გამოხატვა ვერ შველის თუმცა მე ძალიან ასე ჯერა იმისა რომ საბოლოო ჯამში ალტერნატივა არ აქვს ანუ საბოლოო ჯამში მედიას განსაზღვრავს მაყურებელი ბიზნესშიც ესეა ხო კლიენტი ყოველთვის მართალია მომხმარებელი ყოველთვის მართალია ამორჩეველი ყოველთვის მართალია შეუძლებელია შენ აი ამ წეს დიდი ხნით გადაუხვიო არ არის შენარჩუნებადი მოდელი კარგი და მოდი მივედით იმ თემამდე აი თვითონ 4 ოქტომბრის შეფასება რა მოხდა დავზიანდით არ დავზიანდით ტრაგედია მოხდა არ მოხდა სადავართ როგორ შეიძლება გაგრძელება თვითონ დამოკიდებულება რაღაცა ორწოფული გაჩნდა ვთქვათ იმ ხალხის მიმართ რომელიც მე მიმაჩნია რომ ცალსახად პოლიტპატრიონები არიან და ნუ თავი გადადეს ეხლა რაღაცა კონსპირაციის თეორიებს არ გავაჟღერებ და არც ამ მგონია რომ საჭირო და სწორია რა ვიცი აი შენ როგორ ხედავ ამას და სადავართ და როგორ გავაგრძელოთ რა ხო, პირველ რიგში მივესალმები ივანიშვილის რუსულ ციხეში მყოფ ყველა პოლიტპატიმარს. ამასობაში 100-მდე კაცი არის, ასეთი პოლიტპატიმარი, სინდისის პატიმარი. ეს ადამიანები არიან ნამდვილად სამაგალითოები, გმირები არიან, სხვადასხვა ვითარებაში შეიქმნენ პოლიტპატიმრები და ჩვენთვის როგორ ვთქვა, ადვილი კი არ არის, მაგრამ ნუ რაღაცა უმადური საქმეა ხა შენ აგზიხარ და განიხილავ რაღაცებს, შენ რა, შენ კი ჩვენ ამ შემთხვევაში ანუ ჩვენ ვხედავთ რაღაცებს. ზუსტად ეგრეა, როგორ შეიძლება საყვადურობდე რაღაცას, თორსა აი ეს მზივარ სითმოში, იმაში რა მოკლედ რა. ხო და ჩვენ ავიღეთ ამ ჩვენ მათ აიღეს ამ შემთხვევაში ის პასუხისგებლობა რომ რაღაც მოვლენებს ჩაუდგნენ სათავეში, კი ამ მოვლენებმა ამ ეტაპზე არ მოიტანა ის შედეგი, რომელიც მათ უნდოდა და მე მგონია რომ ამ ქვეყნის დიდ უმრავლესობას უნდოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მათ რა თქმა უნდა გმირული რაღაც არ გააკეთეს, ხო ხა არაერთხელ მithქვამს ამ დღეების კონტექსტში რომ აქ საუბარი რაღაც კანონიერებაზე და იმაზე ზედმეტია მორალურ ასპექტზე, იმიტომ რომ თუ ეს ქვეყანა არის დაპყრობილი და ნამდვილად დაპყრობილია, თუ ამ ქვეყანაში ხელისუფლება არის მიტაცებული და ნამდვილად მიტაცებულია, თუ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არის გაუქმებული და გაუქმებულია, თუ ამ ქვეყანაში ევროატლანტიკური მისწრაფება, რომელიც კონსტიტუციაში ჩაწერეს თვითონ თავის დროზე, როდესაც უნდათ რომ ხალხისთვის თვალი აეხვია, თუ ეს დასრულებულია, მაშინ კონსტიტუციური სივრციდან გასული არის თვითონ ეს რეჟიმი. და შეიძლება სხვადასხვა შენი ნათქვამი იყო თუ დაწერე. იმიტომ რომ სიცხადე და სიმარტივეა საჭირო რა. თუ ყველაფერი ესეა, ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლა, რომელი პარტია რაღაცა პროგრამა. ეს არის განმათავისუფლებელი ბრძოლა, საქართველოს უნდა გამოუგლიჯოთ ტელს ომში ვართ და მაშინ გადროს კანონი და ის არის რაღაცა. ანუ ხო აი როგორც ახლა 1832 წელს შეთქმულება რომ მოხდა უკანონო იყო ხო ის რუსული იმპერიის კანონებით ის შეთქმულება იყო უკანონო რა ვქნათ ახლა დავადანაშაულოთ იმ შეთქმულების მონაწილეები როგორ გაბედეთ ესო თუ 1924 წლის აჯანყება ისიც უკანონო იყო ბოლშევიკური კანონებით ხო შესაბამისად რა ვქნათ რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილს და იმ 1000-ობით აჯანყებულს ბრალი დავდოთ რომ როგორ გაბედეთ და საქართველოს ცოტა ახლოს მოვიდეთ მაგალითად საფრანგეთი ოკუპაციის დროს მეორე მსოფლიო ომის დროს წინააღმდეგობის მოძრაობა იქაური პეტენის ადმინისტრაციისთვის უკანონო იყო არ გვაქვს ყველაფერს ხო ამიტომ რა ესე იგი რა ვქნათ როგორ შევაფასოთ მაგალითად კი ბატონო ხო და შესაბამისად ეხა ამაზე საუბარი ნამდვილად არ მიმაჩნია მართებულად და მით უმეტეს ვინმესკენ თითის გაშვერა ერთადერთი რაზეც საუბარი შეიძლება როგორ
როგორ ვიმოქმედოთ უფრო რაციონალურად, უფრო უკეთ დაგეგმილად, როგორ გამოვრიცხოთ თუნდაც ის ღალატი, რომელიც სავარაუდოდ გაჟღერდა, მე არ ვიცი რა ღალატზეა საუბარი, სამწუხარო ძალიან მაინტერესებს, ძალიან მინდა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი რაღაცეები. მაინც გონია რომ ეს ელემენტი ღალატის არსებობს, ჩანს ესე თავად ორგანიზატორების მიერ მინიშნება იქნა გაკეთებული საკმაოდ პირდაპირ და არაურაზროვანი, შესაბამისად არ მაქვს საფუძველი რომ ამაში ეჭვიშევიტანო, მაგრამ ვიმეორებ რომ აი დაგეგმარების პროცესში ღალატიც ერთ-ერთი სცენარი უნდა იყოს, მე მგონი ერთ-ერთი მთავარი სცენარი და ამაზე რა თქმა უნდა შეიძლება მუშაობაც, ფიქრიც, მაგრამ არა ამ ფორმატში როგორც ახლა ჩვენ ვარ და არა იმ ფონზე რომ თითქოს რაღაცას ვაბრალებთ და თითქოს ვიღაცას რაღაცას ვუწუნებთ, იმიტომ რომ იმ ადამიანებმა პასუხისგებლობა აიღეს და მე თანაგრძნობის და მადლობის მეტი რა ვიცი ხა 9 წლიანი ისე მუქრებად ღმერთმა არქნეს ახლა ეს რეჟიმი დიდხანს დარჩეს, მაგრამ ნუ ძალიან მაღალი ალბათობით ძალიან რთული იქნება უახლოეს კვირებში მათი ბედი, რა ვიცი, ლუკაშენკოს რეჟიმია ფაქტიურად აქ და ეხა ლუკაშენკო რო უშვებს პოლიტპატიმრებს მხოლოდ იმიტომ რომ ძალიან მაღალ დონეზე ტრამპთან მიდის მოლაპარაკებები და ის აი სანაცვლოდ უშვებს პოლიტპატიმრებს. ხო და ნუ სამაგიერო თვითონ რჩება ჯერჯერობით ხელისუფლებაში, რა ცუდი ამბავია. ხო და ნუ ნახოთ, მაგრამ ვიმეორებ ეს ამ ფორმატის საუბარი არ არის და მე ჩემ თავს არც უფლებას არ მივცემ, არც კი გავიფიქრებ, რომ რომელიმე მათგანზე აუგი ვთქვა თუ იმეს უნდა და შეუძლია უკეთი მოქმედოს და შედეგი დადოს, არა მხოლოდ ნიშნის მოგებით, არამედ რა ვიცი, მეც მივიღებ მონაწილეობას და ბოლომდე ხარს დაუჭერ ნებისმიერ წამოწყებას, რომლის მიზანი იქნება საქართველოს განთავისუფლება აი ამ რუსული კიბოსგან. იცი რა, აი მეორე დღე გავიდა, მესამე დღე ამ გადმოსახედიდან როგორ შეაფასებს საქართველოს საზოგადოების, აი მართლა საქართველოსთვის ვინც არის იმ ხალხის რეაქციას და მე ვიცი რომ კიდე მეორე დღესაც და მესამე დღეს რუსთაველიძე გავიდნენ, გადაიკეტა, ანუ სწორია და რანაირად უნდა გავაგრძელოთ ეს, აი შენ როგორ ხედავ? რას გვეტყვი? ხო, აქ ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა არ შეგუების, არ თანამშრომლობის და არ აღიარების. ის პროტესტი, რომელიც რუსთაველზე მიმდინარეობს უკვე თითქმის 1 წელიწადია, ზუსტად ამის გამომხატველია. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის არათუ დასრულების და გადატეხის რესურსი არ აქვს რეჟიმს, არ არის წინაპირობა არ არის. ადამიანები საქართველოში ძაფრად, ყოველდღიურად, აქტიურად გზნობენ იმ ტკივილს, რომელიც ახლავს რუსულ ოკუპაციას. და ამ ოკუპაციის რეჟიმში ვარ დღეს ჩვენ. ხო, უბრალოდ იქ სოხუმში ვიღაც სხვაზის, ცხინვალში ვიღაც სხვაზის და თბილისში ზის ეს რაღაც ივანიშვილი, კობახიძე და პაპუაშვილი. მაგრამ შინაარსობრივად ეს არ ცვლის ამას და ჩვენი განწყობა არის ძალიან თანმიმდევრული და ძალიან უტეხი. ხა რო ამბობს ეს ერთ-ერთი მათგანი ვალსარ დავასახელებ, ასიკაციო. ეს ხო რაღაცნაირი უტიფარი პროპაგანდისტული ტყუილია, თვითონაც იციან, მათმა მრევლმაც იცის, ყველამ კარგად იცის, რომ არც 10 ადამიანი არ არის, არც 100, არც 100,000. ანუ იქ არის საქართველოს შეიძლება იმ დღეს შეიძლება 1000 იდგეს, 10,000 ან 100,000, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა რომ მაგ განწყობაზეა, ყველა კვლევით ჩანს და კვლევებსო თავი დავანებოთ, რა ვიცი, გამოდი ქუჩაში და გაიარე და უბრალოდ ნახე, გაგევლება თუ არა. ივანიშვილი რო დადის 30 კაციანი დაცვით და ბრონირებული დუშკაბინით და რა ქვია, დრონის ბადეები და რაღაცეები. რა ვიცი, ანუ ჩვენ ცოტა ხნის წინ ყავდა ხელისუფალი, რომელიც საოკუპაციო ზოლთან მიდიოდა, სტუმრები მიყავდა, თვითონაც მიდიოდა და ეს ჩვეულებრივი ფაქტი იყო და ეს კაცი, ეს ლაჩარი შვიდობის, ჭყალებში შვიდობის დროს საკუთარ მოსახლეობას, საკუთარ მოქალაქეებს, რომელიც თითქოს მას ხარს უჭერენ, ვერ ეჩვენება აი ამ რაღაცა ჯარის ამალის გარეშე. ხო, ჯარი დაყვება ფაქტიურად თან. ჯარი დაყვება. ესე ერთი მხრივ ადვილია მათთვის, მაგრამ მეორე მხრივ, რა ვიცი, ეგეთ ცხოვრების დედავატირე, ეგრე რო უნდა იარსებო, ეგრე რო გეშინია, საკუთარი გარემოცვის, საკუთარი ხალხის, რა თუ ღირთ ეს მართალი გითხრა, არ მესმის, მაგრამ ნუ აღარც მაინტერესებს ამასობაში, მათ ტვინში ჩახედვა იმდენად დააბიდეს ყველაფერს. ესეთი საყვედურნაირები კომენტარი მივიღეთ, რომ რა უნდა ვქნათ თუ და ჩავხვდეთ მუხრან ბატონსა და თავს დავანგრიოთ ბანიაო, მაგრამ ბანი ემიგრაციაშია და მეორე ხმაო და რა გვეშველებაო და აი მართლა არის ეს რაღაცა გაყოფა არა მარტო ტერიტორიული ემიგრაცია და საქართველოს, არამედ თვითონ საქართველოში დაყოფა და ხედავ ამ აი შენ თქვი რომ გამთიანების დიდი მუხტი არსებობს და აი რაღაცა კრისტალიზაცია მართლა მოხდა.
ეხლა კიდე პლუს დავამატებ ამ კითხვას, რომ ეხლა იყო არჩევნები 4 ოქტომბერი. ეხლა ესეთი რაღაცა ნიშნული გვაქვს მომავალში და როგორ უნდა გავასწოროთ ეს შემდგომარეობა. კარგი, თქვა ხვალაც მოვედით, ზეგაც მოვიდა ხალხი, მაზეგაც, მაგრამ რაღაცა საფეხურობრივი მიზნები ხონდა დაისახოს და აი ეს კალენდარში როგორ ჯდება, ეგ რამე ჩანს? ხო, კალენდარი ამ ეტაპზე არ გვაქვს ძალიან სწრაფად ცვალებადი საერთაშორისო და პოზიტიურად ცვალებადი საერთაშორისო დინამიკა, პოზიტიურად, იმიტომ რომ ვიმეორებ თავარი პოზიტიური ცვლილება ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქედან გამომდინარე ხდება რუსეთ-უკრაინაში, ხდება მთლიანად რეგიონში და ეს ჩვენთვის არის ძალიან დადებითი წინაპირობა იმისა, რომ აქაც მოხდეს ცვლილება. ამ ცვლილებისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. კალენდარი როგორც ასეთი არ არის, ეხლა იმ წინა საყუდურნაირ კომენტარს გამოვეხმაურები, ავიც მე საყუდურად არ მიმიღია ეს ვინაიდან მე მგონი ქართველების დიდი უმრავლესობა ზუსტად მაგ განწყობაზეა, უბრალოდ ეხლა ამის ყოველდღიური ძახილი არ ვიცი რას მოგვიტანს, ხო? ჩვენ შეგვიძლია ამ განწყობით ვიყოთ, ამ აზრით ვიყოთ და დაველოდოთ მომენტს, შესაძლებლობას იმისა, რომ იმისთვის რომ დავიბრუნოთ ეს ქვეყანა, ხო? რა საშუალებაც და როგორი საშუალებაც და როცა გვექნება იმის მიხედვით და ეს საშუალება ჩემი აზრით მალე იქნება. ერთმა დიდმა გენერალმა მე მგონი შენს ეთერშიც მithქვამს ეს, მაგრამ გავიმეორებ, იმიტომ რომ ძალიან მომეწორა ის ნათქვამი, მითხრა თავის ჯარისკაცებზე ეგეთი ამბავი, რომ მე ჩემ ჯარისკაცებს ვეუბნებოდიო, რომ არ არის აუცილებელი მუდმივად ისროდეო. ხანდახან სანგარში უნდა ჩაწვე და გადარჩე სანამ მტერი გბომბავს. და იმას ჭურვები რო გაუთავდება, შენ ცოცხალი იქნები და შენ გააგრძელებ, შეიძლება ხელსართულ ბრძოლაში მოვუგო, შემდეგ მას ომიო და ნუ ეხლა ანალოგიები შეიძლება მრავალმხრივ განვითარდეს, მაგრამ ეგეთი ვითარებაა ნამდვილად ძალიან რთული მდგომარეობა არის რეგიონში, მაგრამ ეს მდგომარეობა იცვლება ჩვენ და სასიკეთოდ. კიდე ერთხელ, ვინაიდან ამაზე ვსაუბრობთ, კიდე ერთხელ რომ მიმოვიხილოთ, ხო, რეგიონი, აზერბაიჯანი საკმაოდ ახლოს იყო რუსეთთან და დაკარგა პუტინმა, სომხეთი ჭიპლარით იყო ამის მიბმული და ძეულად ყავდა აყვანილი 35 წლის განმავლობაში კი და მეტი ხნის განმავლობაში რუსებს და აჯერებდა მე რო არ ვიყო შენ გაგსრისავენ და გენოციდს მოგიწყობენო და სომხეთის დაკარგა რუსეთმა თურქეთს ამას წინათ ვიხსენებდით ახლა ისეთი დამოუკიდებელი პოლიტიკა აქვს რომ არაფერს არ ერიდება ხო 2015 წელს იყო ის ინციდენტი როდესაც შეფრინდა რუსული ბომბდამშენი თუ ფრინავი და რამდენიმე წუთში ჩამოაგდეს და რა ქნა პუტინმა ვერც ვერაფერი კუდი ამოიძუა და მოუწია დაალაგება თურქებთან ხო კარგი მაგალითი ახლა ბოლოს მოლდოვა დაკარგეს რუმინეთს ფეხები ვერ მოჭამეს და ასე შემდეგ ეს ყველაფერი იცვლება ახლა უკვე გვავიწყდება ისეთი რაღაცები როგორიც არის მაგალითად შვედეთის და ფინეთის გაწევრიანება ნატოში ანუ პუტინმა იმდენი იყელყელავა რომ ჩემ მეზობლად ნატო არ მინდაო რომ ქვეყნები რომლებიც 10 წლეულები იყვნენ ნეიტრალური და ნატოს არ იკარებდნენ სათოფეზე იმიტომ რომ უნდათ რომ თავისთვის ყოფილიყვნენ ამ ყველა ინტრიგას გარიდებული უცბად დაჩქარებული წესით ხდებიან ნატოს წევრი ანუ რუსეთის ვითარება სინამდვილეში აი ამ მედიის და პროპაგანდისტულ ბოლს თუ გავფანტავთ არის ძალიან რთული და ნუ იმაზეა დამოკიდებული დიდწილად რომ არ იქა ირანი დრონებს აწვდის, ჩრდილო კორეა ჭურვებს, ჩინეთიც რაღაცეებით ეხმარება, მაგრამ არ მგონია რომ ჩინეთის ინტერესში იყოს მაინდა-მაინც რუსეთის გადარჩენა, ხო? ანუ მოდი ახლა ასე შევხედოთ, შეიძლება ნოდარ-დუმბაძესავით გამოგვივიდეს ახლა რაღაც ისეთი ზედაპირული მსჯელობა, მაგრამ სინამდვილეში ეგრეა, დიდ სურათში კი ჩინეთს აწყობს რომ რუსეთმა და დასავლეთმა ერთმანეთი გამოფიტონ, მაგრამ მეორე მხრივ ამ გამოფიტულ რუსეთს ვინ მიადგება პირველი? მიადგება ჩინეთი. ცხადია. რა თქმა უნდა. კარგი, აი რაღაცა ბოლოსკენ მივდივართ და კიდე ერთი კითხვა მინდა, აი რომელიც წავიკითხო, რომელიც მოვიდა. მაია ორჯონიკიძე არის მართალი, როდესაც ამბობს ასეთი რეჟიმები ძალის გარეშე არ თმობენ ხელისუფლებას. ხა ეს მინდა კითხვაში გადავთარგმნო და აი ეს ძალით თუ არ ძალით, ისიც ძალაა, რომ ხალხი მოდის ქუჩაში დგება და 300 დღე და მეტი კიდე დგას და არ თმობს ამ თავის, ასე ვთქვათ, არც არჩევანს და არც მომავალს, მაგრამ აქ კიდე სხვა რამე გულისხმობა, აი ვთქვათ 4 ოქტომბერსაც მოხდა. შეიძლება ავიცილოთ ესეთი სცენარი თუ აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც ჩხუბი მოგვიწევს. მაიას ვეთანხმები, რა თქმა უნდა, თუმცა წინა კითხვაზე რომ საუბრობდით, იქ გარკვეულწილად ამას გავეცით პასუხი.
ჩვენ შეიძლება ვიცით რომ ეს ასია, მაგრამ ყოველდღიურად ამის ძახილი თუ შესაბამისი რესურსი არ გვაქვს რომ ამას ეს რაღაც ზურგით იყოს ნათქვამი და არა უბრალოდ როყიო სიტყვები იყოს და ლიტონის სიტყვები, მაშინ არაფრის მომცემი არ არის, ხო შეიძლება. მომცემი არ არის, ბაქიბუქობაა ფაქტიურად. ხო, შესაბამისად მეორე მხრივ თუ ვითარება შეიცვალა, იგივე საბჭოთა კავშირი როგორ დაინგრა, გამოიშიგნა, გამოიფიტა, დასუსტდა და შესაძლებელი გახდა რომ დიახაც არჩევნები წაეგო. ანუ არჩევნები, რომელიც უკვე მართლა გადაფორმება იყო. გადაფორმება იყო. ხელისუფლების, ვინაიდან ხა ის რეალური არჩევნები არ იყო. საბჭოთა კავშირი კომუნისტურ პარტიას ის არჩევნები უკვე წაგებული ქონდა და მან წინააღმდეგობა ვეღარ გაწია. ხო და შეიძლება ეს მთარგმნოს შენი წინა პასაჟი საერთაშორისო ვითარებაზე როდესაც გააკეთე აქცენტი რომ წარმოვიდგინოთ აი ფანტაზიებში რომ კრემლში პუტინი აღარ არის მე მგონი ეს ის მომენტია როდესაც ივანიშვილი და მისი რაზმი უბრალოდ გაიძურწება აქედან რა თავისით ყოველგვარი პატარა ხელის წაკვრა შეიძლება დაჭირდეს მეტი არაფერი ოცნების ძალაუფლება 100%-ით ემყარება რუსეთს 100%-ით. რა მომენტშიც რუსეთი დასუსტდება, რა მომენტშიც რუსეთს დაჭირდება რომ შიგნით დაიცვას საკუთარი ინტერესები რუსეთის ფედერაციის შიგნით, რომ დაშლისგან გადაერჩინოს თავი, რა მომენტშიც მას მოუწევს აი ამ აგენტურის გაყვანა საქართველოსთან, ან უბრალოდ ინსტრუქციებს ვეღარ მისცემს, ან ფულს ვეღარ მისცემს, ვისაც დღეს ამ ინსტრუქციებს და ფულს აძლევს, იმ მომენტში ქართულ ხალხს მიეცემა შესაძლებლობა, რომ სრულად თავისუფლად, სრულად მშვიდობიანად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე დაიბრუნოს ჩვენი ქვეყანა. ეს აუცილებლად მოხდება, რაც შემთხვევით გადაფორმება მოხდება და არავითარი სხვა რამე. ნოტარიუსთა ისე მორიგჯერამდე, როდესაც იმ იმედით რომ რუსეთი ისევ აღდგება რაღაც ეტაპზე და მისცემს ისევ ფულსა და ინსტრუქციებს, ხო? სამწუხაროდ ჩვენ ვნახეთ ჩვენ 35 წლის განმავლობაში ერთი 2-3 რეინკარნაცია ასეთი ადამიანების და იმედი მაქვს რომ ეს ბოლო შემთხვევა არის. ხაზა დიდი მადლობა მაყურებელს და თუ კიდე რამე დაუმატო და უთხრა ჩვენს დღევანდელ აუდიტორიას, აი დღევანდელიდან გამომდინარე, ძანე ბატონო და ამით დავამთავროთ. ხო, მოდი ახლა შევადაროთ ჩვენი ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარებას. აი აფხაზეთის მაგალითი ავიღოთ, აფხაზეთთან დაკავშირებითაც მიდის ხოლმე ამაზე საუბარი, აი რა არის სწორი შერიგება, რა თქმა უნდა შერიგება, მე იძახიან რომ აი სამხედრო რაღაც კომპონენტის გარეშე ვერ დაიბრუნებ იმას, რაც სამხედრო გზით დაკარგე, აგერ ბატონო აზერბაიჯანის მაგალითი, ანუ ამაზე მიდის დისკუსია, მაგრამ სინამდვილეში ვითარება ისეთია, რომ ჩვენ ერთადერთი რეალური იარაღი, რაც ამ ვითარებაში ხელში გვიჭირავს, ეს არის არაღიარება. სანამ ჩვენ გვექნება საშუალება, იქნება ეს რბილი ძალა თუ თუ ისე რბილი ძალა, რომ აფხაზეთი დავიბრუნოთ და აფხაზეთში დავბრუნდეთ, ჩვენი მოქალაქეები დაბრუნდეთ, ის ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, რომელსაც იქ სახლები აქვს, ისეული კარი და ასე შემდეგ, სანამ ეგ მომენტი დადგება, მანამდე ჩვენ გვაქვს ერთი იარაღი, ეს არის არაღიარება, ხო? და არაღიარები ჩვენ გვიჭირავს ის, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივად და ფაქტობრივად. ეხლა რო გადმოვიტანოთ ეგ ანალოგია თბილისის საოკუპაციო რეჟიმზე, სამწუხაროდ პრაქტიკულად იდენტური ვითარებაა. შეიძლება დღეს არ კონდეს იმის, აი დღეს კონკრეტულად არ კონდეს იმის საშუალება, რომ ეს ვითარება შევცვალოთ, მაგრამ არაღიარება არის ის მინიმალური, მაგრამ აუცილებელი იარაღი, რომელიც ჩვენ გვაძლევს გარანტირებულად საშუალებას, რომ ხვალ როცა კონjunktūra შეიცვლება, ეს ჩვენს ადგილზე შევცვალოთ. კარგი იყო ეს რო თქვი, იმიტომ რომ ეს არის ფაქტიურად იმაზე პასუხიც ხშირად ამბობენ, აგვიხსენეთ რატო არის ცუდი არჩევნებში მონაწილეობის. აი, ამიტომ ბატონო, რომ ეს არაღიარება უნდა დავიჭიროთ და არავითარ შემთხვევაში კოლაბორაცია და თანამშრომლობა. კი ბატონო. დიდი მადლობა ზაზა. დიდი მადლობა როგორც ყოველთვის. მადლობა თორნიკე და დროებით. დროებით და გამარჯობა და წარმატება ყველა ჩვენს. გამარჯობა ჩვენ.